ლოცვის დროს თვალებით აქეთ იქით გახედვა. ლოცვის დროს იქით-აქეთ მზერა მეკრუჰია ძვირფასო მუსლიმებო უნდა მოვერიდოთ. მეკრუჰი რას ნიშნავს? მოუწონარი საქციელი, არასწორი საქციელი. მაგრამ ეს ნამაზ არ მოშლის. ნამაზი მანამდე არ მოიშლება, ვიდრე სხეულით მთლიანად ყიბლის მხარიდან სხვა მიმართულებით არ შეტრიალდება ადამიანი ნამაზზე. თუ სხეულით შეტრიალდა ყიბლიდან სხვა მიმართულებით, ის ნამაზი მოიშლება. მაგრამ თვალების ხანდახან შეიძლება იქეთ-აქეთ გაექცეს, არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ნამაზი არ მოიშლება. ნამაზი მან ისევ მზერა უნდა დააბრუნოს სეჯდეს ადგილის მიმართულებით და ისე უნდა გააგრძელოს ლოცვა. შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემს კითხა თავისმა მეუღლემ აიშამ ლოცვის დროს იქით-აქეთ თვალის გაქცევის შესახებ და მან უპასუხა, რომ ეს არის ის, რაც შეიტანმა მოსტაცა მას ლოცვისგან. ანუ ლოცვის დროს ადამიანს უნდა კონდეს გაცნობიერებული და გააზრებული, რომ ის გამჩენელი ღმერთის წინაშე დგას. სხვა ყველაფერი მას დავიწყებული უნდა კონდეს და მხოლოდ კონცენტრირებული არის იმის მიმართულებით, რომ ღმერთისკენ დგას, ღმერთის წინაშე დგას, ღმერთი მას უსმენს და ღმერთს ელაპარაკება. როდესაც მას ყურადღება გაეფანტა, იქეთ-აქეთ გაიხედა, გამოიხედა, ამ შემთხვევაში შეიტანმა სწორედ ის მოსწყვიტა ნამაზი. შეიტანმა მისი ნამაზიდან, მისი ხუშუდან რაღაც თუნდაც წამიერი მოიპარა და ყურადღება სხვა მხრივ გადაიტანა. ასევე შუამავალის ჰადისი არის, რომ როდესაც ადამიანი დგას ყიბლისკენ, ლოცულობს და ის მარჯვნივ მარცხნივ სხვა რამეზე არ გადააქვს მას ყურადღება. ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალას მზერაც მისი მიმართულებით არის. როგორც კი მას სხვა რამეზე გადაიტანს ყურადღებას ნამაზის გარეთ, ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას მზერაც მოსწყდება მას. ასეთი ჰადისია. ამიტომ ნამაზზე კონცენტრირებულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.